მინდა, გაბატონო ხათუნა, სულ ამის კითხვა მინდა. აი კობახიძის გამართლებას კი არ ვცდილობ, მაგრამ აი კობახიძეს რა შეიძლება აკავშირებდეს ჩინჩალაძესთან? აი რატომ ენდომება მაგალითად კობახიძეს? იმიტომ რომ ბესელიაც ყველანი საუბრობენ კობახიძის დონეზე. აი აქ არის მთავარი კითხვა. კობახიძის ლობირებული სიაა ეს? კობახიძეს აქვს რამე, ესე ვთქვათ, სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენა მისი პერსონალური ინტერესია, თუ ეს არის გუნდის ლიდერის დაკვეთა ამ შემთხვევაში? იცით რა, არც ერთია გამორიცხული და არც მეორე, თუმცა მე დავამთავრებ და თავისთავად ლოგიკა იმისი საით მივყავართ, საით რა შეიძლება მივიღოთ ამ კონფიგურაციიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ამის შედეგად ვიძნე ივანიშვილი მთლადსახარბიელო სიტუაციაში არ ჩავარდება. მე ვსაუბრობ იმაზე, კობახიძეს ცნობილია, რომ ყავს თავისი მხარდამჭერები პარლამენტში, ყავს თავისი დეპუტაცია, მოდით ასე ვთქვათ პირობითად, თუ კი მას ექნება ძლიერი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, სულ მცირე მადლიერი უზენაეს სასამართლოს წევრები და იუსტიციის საბჭო, ასევე ცნობილია ისიც, რომ სწორედ კობახიძის ჯგუფს აქვს სერიოზული, ასე ვთქვათ, კონტაქტები თუ საცეცები თუ ადამიანური რესურსი უშუალოდ პარტიაში, როგორც ცენტრალურ ოფისში, ასევე ადგილებზე, ჩვენ ვიღებთ 2012 წლის შემდეგ უპრეცედენტო ძლიერ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელსაც მარტივად შეიძლება თავისი პირობები უკარნახოს არა მარტო დარჩენილ ოცნებას, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილსაც. მთელი ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ეფუძნებოდა ბალანსს ქართული ოცნების შიგნით, ანუ ის აბალანსებდა სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს ოცნებაში. თუ ამ რეალობას მივიღებთ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ ჯგუფს ბალანსი არ ეყოლება, ასეთივე ანალოგიურად ძლიერი ბალანსი ქართული ოცნების შიგნით და აქედან გამომდინარე, მათ თავისუფლად შეეძლებათ უკარნახონ პირობები, სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილს. მე ვახსენე 1999-2000-2001 წლები რადიკალური განსხვავება გახლავთ ის, რომ მაშინ სააკაშვილი თავისი პოპულარობის ზენიტში იყო, რაც შეეხება კობახიძის ჯგუფს, ისინი დღეს გაცილებით უფრო ტოქსიკური იმიჯით გამოირჩევა, ვიდრე თქვა სხვები იგივე ქართულ ოცნებაში და ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა და აქვე თქვენი კითხვის პასუხი. ამიტომაც მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მოსამართლეების თემას სწორედ კობახიძის თავმჯდომარეობა შეეწიროს ეს იმ შემთხვევაში თუ აი ეს პირობითად ძველების გუნდი თუ იუსტიციის საბჭოსთან დღეს დაპირისპირებული საპარლამენტო დეპუტაცია შეძლებს ერთის მხრივ სიის ჩაგდებას და მეორეს მხრივ იმას რომ კობახიძე გამოიყვანოს ლობისტად ამ სიის. ასეთ შემთხვევაში კობახიძე დაემშვიდობება არა მარტო თავის გავლენებს, რომელზეც სავარაუდო გავლენებს, არამედ შეიძლება დაემშვიდობოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტსაც. ამიტომაც ვამბობ რომ დღეს ივანიშვილი არის დამკვირვებლის პოზიციაში. დღეს მისი როცა ოღონდ მე ხას უსვამ დამკვირვებლის პოზიციაში, როცა საქმე ეხება ქართული ოცნების შიგნით ჯგუფების ინტერესთა ჯგუფების დაპირისპირებას. ხელოვნური გადარჩენა. აქვს მას შანსი იყოს ამ პოზაში დამკვირვებლის. ეს დამოკიდებულია თავად ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესებზე, იმიტომ რომ ხელოვნური ჩარევა, ხელოვნური გადარჩენა რომელიმე ჯგუფის ამ შემთხვევაში მაინც არ იქნება ხანგრძლივ თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანი, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე მიერთებული ვერც ერთი ჯგუფი 2020 წლისთვის ვერ გახდება ბაზისი ქართული ოცნების საპარლამენტო სიის, ამიტომაც ის დღეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს აკვირდება, მე ასე მგონია. თუმცა სხვა თემაა, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მოსამართლეთა საკითხი ეს მართლაც არის ის უმწვავესი თემა, რომელსაც შეიძლება ნებისმიერის იმიჯი შეეწიროს, მაგრამ თუნდაც თავად ბიძინა ივანიშვილი ლობირებდეს ამ საკითხს, ამ ასე ვთქვათ ინიციატორები ამისი ვიღაცეები არიან, რა თქმა უნდა. მას თავში აზრად არ მოუვიდა და არც თავის დროზე მურუსიძის ლობირება და არც ეხლა ამ სიის თუ კი ის დგას ამ სიის უკან, ხო? და ისევ უშვებთ, აი ვანო ზარდიაშვილის სიას, ვანო ზარდიაშვილი ის კაცია უმრავლესობაში ან ის წონა აქვს, რომ მისი სია ასეთი რყევების გამომწვევი იყოს, ან დინარაძის სია, ან ნებისმიერი, ან სოფოკილაძის სია. ანუ ასეთი წარმოდგენა გაქვთ თქვენ უმრავლესობაში, ვის რისი შესაძლებლობა და ვის რა წონა აქვს, რომ შეიძლება ეს რაღაც კობახიძის ამ დინარაძის ან აი ამ დონეზე არსებული სია იყოს?
მე ცალკეულ, რა თქმა უნდა, ცალკეულ პერსონებს ვერაფრით ვერ ექნება ის გავლენა, რომ ეს ან ნებისმიერი სხვა ასია დაალობირონ, მაგრამ ჩვენ არ დაგვავიწყდეს რა მოხდა პირველი ტურის დროს, პირველი ტურის წინ ქართულ ოცნებაში, როდესაც სწორედ ცალკეული ჯგუფების პასიურობამ დიდწილად განაპირობა პირველი ტურის შედეგი, ანუ ფაქტობრივად მარცხი სალომე ზურაბიშვილის, ხომ? ჩვენ ასე ნუ შევხედავთ, რომ ქართული ოცნება არის ერთიანი გუნდი, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება დღეს ბიძინა ივანიშვილის ყველა ნებას ურვილს. დღეს მათთვის წამყვანი არის ძალაუფლება, რომლის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგანან 2020 წლისთვის. ამიტომაც ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ისინი გააკეთებენ ყველაფერს. არა როგორც ერთიანი გუნდი მე ხაზს უსვამ, არამედ როგორც ერთმანეთთან დაპირისპირებული გუნდები. ამიტომაც ამ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა მე ვფიქრობ, რომ იანვრის ბოლოს თუ არა თებერვლის დასაწყისში მაინც, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება საგაზაფხულო სესიაზე და იქ უკვე რეალურად გამოჩნდება, რომელმა გუნდმა გადაუწია ხელი მეორეს. თუმცა აქ არის კიდევ საზოგადოების პოზიცია და რამდენად აქტიური იქნება საზოგადოება, ამაზე იქნება დამოკიდებული. მინდა დაგარწმუნოთ, როგორც უმრავლესობის შემხედრი რეაქცია, მე გულისხმობ მოსამართლეების სიის დამტკიცება არ დამტკიცებას, ასევე თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიციაც და ის გუნდებიც, რომლებიც ქართული ოცნების შიგნით ან გადარჩებიან, ან ვერ გადარჩებიან. თუ ქართულმა საზოგადოებამ გამოიჩინა უპატიებელი პასიურობა, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ მოსამართლეებზე, რომლებსაც ჩვენ შვილებს უტოვებთ, რომელთა ხელშიც ჩვენი შვილების თაობას ვტოვებთ. ისინი 40 თუ 2040 თუ 2052 წლამდე იქნებიან უვადო მოსამართლეები, იქნებიან იმავე ზნეობითა და მორალით, როგორც ზნეობითა და მორალითაც ისინი თავს ჭრიდნენ ქვეყანას და საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის დროს თუ ქართული ოცნების პირობებში და ეს იქნება ეს არის უპირველესად საზოგადოების გამოწვევა. თუ ჩვენ მხართეძოზე წამოწოლილები და საცივში თავჩარგულები შევხვდებით თებერვალსაც, მინდა გითხრათ, რომ დავიმსახურებთ იმას, რასაც მივიღებთ. აქ ერთი მხარეა რა, ვინ გადარჩება ქართულ ოცნებაში და ვინ მოხვდება 2020 წლის საპარლამენტო სიაში და მეორე მხარეა, ვის ხელში ვტოვებთ ჩვენ საკუთარი შვილების მომავალს და ვის ხელში ვტოვებთ სამართალს.